მოგესალმებით მეგობრებო, წინა გასვლიდან გამომდინარე ძალიან აზარტული ჭერა იყო და გადავწყვიტე დღესაც მორმიშიგით მეცა და ჩემთან ერთად ჩემი მეგობარი არის. მოგესალმებით ბატონო კობა, დაგვიქნიეთ ხელი. და ჩემი მეგობარი იქნება ესე იგი ტიპ-ტიპით, მე ვითევზავებ მორმიშკით. და ნუ გეტყვით რა აღჭურვილობას რაც მექნება დავიწყებ თევზაობას და თან გეტყვით ყველაფერს. სინჯავ იგივე ადგილს, მაგრამ სანამ მოვსინჯავდე, გეტყვით ჩემი აღჭურვილობა რა არის. ეს არის Maximus Pointer X Nano ჯიგი 1.8 მეტრო 2.5 გრამამდე. კოჭა მიყენია 800 და დღეს ექსპერიმენტისთვის დავახვიე ეგეთი ზვირიანი წნული დიეზი 0.25 ძალიან წვრილია, ნუ ფიქრობ უნდა იმუშაოს. ნუ რა მინუსი ექნება წნულს და ასე ვთქვათ ჩვეულებრივ ძუას, მაგასაც დღეს ვნახავთ და გავარკვევ ყველაფერს თევზაობაში. დავიწყებ ახლა და აქ დიდხანს არ გავჩერდები, ალბათ 1-2 თევზს დავიჭერ და გადავალ სხვა ადგილებზე, რო არ მოგაბეზროთ თავი იგივე ადგილას თევზაობას. აი ზომა დაიჭდა. აი. ჩერდი. შვენიერი აი ზომა რა. შვენიერი აი დასაწყისია. რასაც ქვია. ეს კაი ძელი ჯოხი ასე საკაიბოდ გაქნევა გამოქნევა სულ არ უნდა ჩაატარეთ. მაგითი კი, კარგი. ჯოხი გავტერ. ოპა. არის. აჰა. ჩემო ბატონო. კაჩე. შემდეგ. ხო, მარტო მაი მორმიშკა. არა, მორმიშკა მარტო და. ხო და იგივე ადგილას ჩავაგდებ კიდე და თუ დაიჭირე? აი რას ნიშნავს იგივე ადგილას უჩავდი? აი დგას იქ რა. როგორც ეგი იდგა. აი ბატონმა კობამ დასვა კაი ზომის რიბეცი. დასუზახით ჩოჩიას. ლელა ჯოხტა. კაი ზომა. ბალადეთ ბატონო კობა. ჯოხტა ფილად გადისებული რიზა გითხარი ამას ჭიაზე. ამიტომ ჯობია ჭიაო, ხო? ამაზე ჭია. დაუნდა ამას? ამა. ნელი, იჭირა მას. არ მეშინ. შეხედა ნახრა შო. დაжда. აი ზომა რა სერჩი ახლა ამას არა? შამაიკა? ხო, შამაიკა. შამაიკას გურებზე მეტი რა გინა? ჩვენ შამაისთვის კარგია და ალაზნის შამაისთვის. არა, მაი ხო ახლა იგინე 40 სანტიმეტრზე დიდი იზრდება და მასსა და რამდენი 40? 40 სანტიმეტრს იზრდება მაი. ხო, აი. ჩვენ პირობებისთვის კარგია, არის. 9 კილოს აღწევს. დაითრია მეორე თევზიც, ეგეც კაი ზომა არის. კაშაპი? რიბეცია, ხო? დავანახე აქეთ. ეგეც კაი ზომა თევზი. აი წულზე რა მინდა რო გითხრათ, იცით? ზუასთან შედარებით გზნობიარე არის, მაგრამ თევზი ფთხება რა. აქ თუ ვერ გავიგე, კაცო, ცოტა ხომალდა. ერა თქვა ძილებში ცილა. ტბის თევზის მეტი რა არის აქ? ქაშაპიცაა და სხვა თევზის არა არის. ხო. დღეს პასიურობს ჩვენი თევზი. ესეთი აქტიური არა. აი. გეთი ზომა.
არის ძალიან პასიურად იღებს და ძალიან ნაზად ეთყობა რა, ძალიან ნაზად. ერთს გაიგებ, როდის ჩაარტყავს სუნლი, ამ შემთხვევაში მართლაც მაგარი რამეა. არის კიდევ ერთი ეს პასიური შამაიები პირითობისთვის ემზადებიან, მე მგონი და იმდენად აქტიურად უკვე არ იღება. ესე იგი, მეგობრებო, რაც შეეხება ნულს გამოვავლინებ მინუსებით და პლუსებით. ყველასთვის ესე იგი, ნაცნობი პლუსი ის არის, რომ ცნობიერია ძალიან, მაგრამ ამასთანავე არის მინუსიც. ანუ აჩერდი თევზის ჩარტყმას კარგად გცნობ, მაგრამ მშვიდობიან თევზი მოგიდებს პირს და უშვებს ეგრევე. რატო? იმიტომ რომ ძუა დაჭიმულია, თქვენთვის შეიძლება იყოს ცნობიარე, მაგრამ თევზისთვის ეს მშვიდობიან თევზისთვის ცუდია. ეს არის დიდი მინუსი რა. და ქარზეც კიდევ ქარი დაუბერავს ატყوارას არ აჩერებს რა ერთ ადგილზე და ასე ვთქვათ უბერავს იქეთ-აქეთ რა და წუნლიც ან წყალში უნდა იყოს, ან ისე ვერითებთ. ეს ერთი აგერ თან დავიჭირე, როცა ვატარებდი სატყუარას. ესე იგი, ძუის პლუსი ის იყო, რომ საერთოდ თევზი ვერ გრძნობდა ამ ესე იგი დაჭიმულობას და თამამად იღებდა, გაიჩერებდა პირში და ამოკრავდი რა. ამ დროს, ასე ვთქვათ, ცნობიერობა დაკარგულია, მაგრამ უფრო მეტი რეალიზაცია არის, უნდა მიხვდეთ ძუის დაჭიმულობაზე და უფრო მეტ თევზი ჭერ რა. ეს ქონდა ძუას პლუსი. არის პასიურად ურტყავს ტოქში, მაგარი პასიურად, მაგრამ იჭირება. არის ეგეთი დაждდა შვენიერი კაი ზომა თევზია. ოპა, ბიჭო, კაი რაღაცა იყო. კაშაპი იქნებოდა ხა ეგ. არა უშავს, მაინც დავიჭერ. არის ბატონო, დინებაზე იჯდა აგერ შენურად კარგად ჩაარტყა და მოვიდა.
არის კიდევ ერთი. ესეთი. დღევანდელი დღისთვის ესე ვთქვათ წნულის დასატესტად ვიყავი ძირითადად ახლა მე. პირდაპირ წნული მეგო არავით არის სადავი არ მეგო და თევზაობდი ისე და ვიჭერდი თევზს რა. ვერ ვიტყვი იმას რომ სადავის გარეშე მაინც აი სადავეს ვერ დავაბრალებ რომ სადავის ბრალი არის რომ რაღაც დღეს ჭერა არ იყო უბრალოდ თევზი მართლა საკვირითოდ გადის და ტივტივაზეც ხალხი ვერ იჭერდა რა. 4 კაცი იყო უკვე ტივტივით მოთევზავე და იმათთან ვარ მოვა. რა ვიცი, ჩემთან უფრო მოდიოდა კიდე. წუნზე შემიძლია ვთქვა რომ კარგია კი, უზნობიარია ყველაფერი, მაგრამ თან თევზაშინებს, ანუ როგორც ძუაზე იკიდება, ისე აშვება და თუ მოგიდებს და იგზნობს რომ რაღაც ესე იგი დაჭიმულობა არის და რაღაც უშვებს რა პირს. თან თუ რამეს მოედო, რასაც ქვია, უნდა ნახო მერე თან ასეთი წვრილი წნული, თვალით ხوار გაფუშტა რაღაც უნდა მოჭრა მერე და ისევლე გადააერთო და ასე შემდეგ და ახალი მორმიშკა დააგო და რავი. ჩემი აზრით პლუსებიც აქვს წნულს და ბევრი მინუსებიც აქვს, ნაგავს იგროებს, სადაც არ გაება, ასე ვთქვათ, ძუა იქ ეგ ყველგან ნებმეოდა, ბევრი ჩაწყვეტა ჰქონდა ამით ვიდრე ზაცები მეტი იყო ვიდრე ძუაზე. ძუა მაინც ბილია და ეგეთი რამე არ ემართებოდა რა. რა ვიცი, დღევანდელი დღე სულ ეგ იყო. გავერთეთ უბრალოდ 1 საათნახევარი და გავიყვანეთ დრო. ვისაც მოგეწონათ ვიდეო, მოიწონეთ, გააზიარეთ არხი, გამოიწერეთ და უყურეთ სხვა ვიდეოებსაც.